როგორ მოვიციოთ ჩვენი თავი, როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენში ის ძალები, რომლებიც ცხოვრებისეულ გამოწვევებთან მიმართებაში გაგვხდის კონსტრუქციულს და წარმატებულს, აი ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრებთ. რადიო იმედის დილის არხის ეთერშია ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას რადიოთერაპია. დილამშვიდობის კვლავ მოგესალმებით, დაგიბრუნდით გადაცემით რადიოთერაპია. რა არის ემოცია, რა განსხვავება ემოციასა და სხვა ფსიქიკურ პროცესებს შორის, როგორ მართოთ ის, რა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე დადებითი და უარყოფითი ემოცია, ამ თემაზე ვისაუბრებთ ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუასთან ერთად. ქალბატონ ნანა, მოგესალმებით. მოგესალმებით ნინო და ტრადიციისამებრ უსურვებ ჩვენს რადიო მსმენელებს, გისურვებთ თქვენ კოლექტივს მთლიანად შვიდობიან წარმატებულ ჯანმრთელ დღეს. დიდი მადლობა ქალბატონ ნანა და რაც შეეხება ემოციურ ფონს და განწყობას, მინდა გითხრათ, რომ დღესაც განსაკუთრებული განწყობა გვაქვს რადიო იმედელებს, იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ გავხდით 19 წლის და ეს თარიღი თითოეული ჩვენთაგანისთვის და ასევე ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ აი ესეთი პოზიტიური განწყობით და დადებითი ემოციებით მოგესალმებით, გისურვებთ თქვენს წარმატებას და ჯანმრთელობას და მოდით დავიწყოთ საუბარი იმით, თუ უპირველეს ყოვლისა ვუთხრათ მსმენელს რა არის ემოცია. დიახ, ნინო, აი ჩვენ ვუსურვებთ ჩვენ თავსაც და ცხადია ჩვენს რადიო მსმენელებს ჯანმრთელობა. და ეხლა პირდაპირ ემოციასთან დაკავშირებით მინდა აი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გითხრათ. რომ ჩვენი ფსიქოლოგიური, ანუ ფსიქიკური მდგომარეობა ამ შემთხვევაში ასე ვიტყოდი და ფიზიკური პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან და ამას ფსიქოლოგიაში ფსიქოსომატურ, ანუ ფსიქიკურისა და სხეულებრივ კავშირს, ანუ ფიზიკურ კავშირს უწოდებენ. ფიზიკური გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურზე და ფსიქიკური ჩვენს ფიზიკურზე. და თუ ჩვენი სხვადასხვა ფიზიკური მდგომარეობა ვთქვათ, აი კუჭის პრობლემა, თავის ტკივილი და რაიმე სხვა ასეთი მდგომარეობები ჩვენს ხასიათს გვიფუჭებენ, გარკვეულ ემოციურ მდგომარეობაზე მოქმედებენ. ასევე მოქმედებს ჩვენი ემოციური მდგომარეობა ჩვენ ფიზიკურ სიტუაციებზე, ჩვენს ფიზიკურზე აისახება. აი მაგალითს გეტყვით ძალიან მარტივს. საერთოდ ენა არის ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი. სიტყვები უამრავი უზარმაზარი შინაარსის მატარებელი არის და აი ამ ხრივ ენას დიდი ყურადღების მიქცევა ჭირდება. ენა თვითონვე გველაპარაკება ძალიან ბევრ რამეს. აი მაგალითად გურიაში გაბრაზებულ და ეს კაცი კი არ იტყვიათ. აი ესა და ეს კაცი გაბრაზდა, გაკუჭდა. იმიტომ რომ პირდაპირ ემოცია აისახება საჭესმომნელებელ სისტემაზე, გულსის ძართა სისტემაზე, აისახება ჩვენს აი მოტორიკაზე. აი რომ მიდის ადამიანის სიარულში, ხომ შეგიტყვიათ, კარგ ხასიათზეა თუ ცუდ ხასიათზეა. აი მხრები როგორ მიაქვს ადამიანს, აი მხრებ ჩამოყრილი ადამიანი და ლაღი და მხრები. ანუ თქვენ ახლა საუბრობთ უკვე სხეულის ენაზე, ხო? დიახ და აი ესეთ რა ნინო, აი ეს რასაც ჩვენ თვალხილულად ვხედავთ. თუ ემოცია როგორ მოქმედებს ფიზიკურად ადამიანზე, ხო? ფიზიოლოგიაზე მოქმედებს. ქიმიურ ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში. ხომ არის სიტყვები, რომლებიც აი განცდას ისეც აღძრავენ, რომ აი შრუანტელმა დამიარაო, გავშეშდი. ისეთი სიტყვა მითხრა, გული მომიკვდა. ნახეთ? აი სიტყვები როგორ ასახავენ. აი რა ფეთნიერი ვარ, გავლახდი. აი ფრთები შემესხა, გაფრენა მინდოდა. ფრენა მომინდა ისე მითხრა, ისეთი სიტყვები გავიგონე და ასე შემდეგ. აი ეს ყველა მეტაფორა აბსოლუტურად სუსტად გამოხატავს იმას, თუ ემოცია
როგორ მოქმედებს ჩვენს აი ამ დილა ადრიანად მითხრათ დილა ადრიანი არა მაგრამ აი ამ კოვიდის პირობებში უკვე დილა ადრიანია იმიტომ რომ ცოტა ასე მოგვეცა ფიზიკური მოსვენების უფრო მეტი შესაძლებლობა მინდა უთხრა ყველას ფრთხილად იყავით საკუთარ თავთანაც სხვებთან მიმართებაში ეცადეთ დადებითი ემოციები გამოიწვიოთ თქვენში ვიღ მამანი და მამანი იტყვეს კი მაგრამ ამ ცხოვრებას ასე რომ უყურებ და ეს ასია და ჯიბეში არაფერი არ მიდეს და რა გავაკეთო როგორ ვიყო კარგ ხასიათზე და რა დადებითი ემოციები შეიძლება მქონდეს დასვავს ამ კითხვას დიახ და მე მას უპასუხებდი ყოველთვის შეუძლია ადამიანი იმიტომ ვართ ჩვენ ადამიანები რომ აი აწმყოში ყოველთვის გვაქვს განცდა იმისა რომ აი აქ და ამჟამად რაც უნდა გავაკეთო თუ იმას გავაკეთებ ყოველთვის იქნება ხვალ აწმყოში აქ და ამჟამად ამ წერტილში არ არის ის რასაც ქვია დასასრული პითაგორას აქვს ნათქვამი წერტილი ერთდროულად დასასრულიცაა დასაწყისიც ჩვენ როგორ შევხედავთ ცხოვრებას ჩვენ როგორ შევხედავთ სინამდვილეს ყველაფერი ის რაც გონია რომ დაასრულდა იცოდეთ იქედან იწყება და ყოველი დასასრული ახლის დასაწყისია დიახ და ქალბატონო სწორედ ამ თემამდე მივედი თუ რა გავლენას ახდენს დადებითი ემოცია ჩვენს ცხოვრებაზე შეუძლია თუ არა დადებით პოზიტივ შეცვალოს ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ ისმენთ აი ეს პოზიცია იწევს ეს დამოკიდებულება იწევს სწორედ იმ დადებით ემოციას რომ ყოველთვის მზად ვარ ახალი დღისთვის ყოველთვის მზად ვარ დასაწყისისთვის ყოველთვის ვარ აი ეხლა ძალიან შორს წაგვიყვას და ისეთი ახლა უცებ გამახსენდა ფსიქოლოგიაში არის ასეთი ჯეიმს ლანგეს თეორია აი მოდი რა ვისაც დრო ექნება ახლა ამისი გაშლის დრო ჩვენ არა გვაქვს ძალიან ვრცლად უნდა ვილაპარაკო ამაზე და ვისაც სურვილი ექნება აი კითხოს ეს ნახოს ემოციების ასე ვთქვათ თქოლა ესე იგი მე როგორ უყურებ ჩემ თავს როგორ შევხედავ ჩემ თავს ჩაიხედავ სარკეში ერთ გადაცემაში თქვი გავიმეორებ იცოდეთ რასაც ხედავთ თქვენ თავში იმაზე მეტი ხართ ყოველთვის ბევრად იმაზე მეტი და გამოვიტანოთ ეს გარეთ ჩვენი თავი დადებითი ემოციით დადებითი ემოცია რა არის იცი ენდე საკუთარ თავს მიენდე საკუთარ თავს ენდე ნდობა კონდე საკუთარი დიახ ქალბატონო ნანა აი ეს აზროვნებით იცით აზრით პოზიციით აზროვნება იმ აზროვნებას ალაპარაკობ ახლა მე სადაც ლაპარაკია იმისი რომ ჩავწდები თუ არა ჩემი აზროვნების დონით 2 რიცხვის ჯამის კვადრატი რას უდრის არა ამაზე არ მაქვს ახლა ლაპარაკი ახლა ამ წუთში ლაპარაკობ მხოლოდ იმაზე იმ გონზე გონი რა არის გონი ეს არის ადამიანში არსებული ის რაც მას აძლევს რომ ასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე ეს არის გარკვეული ღირებულებებთან დამოკიდებულება ეს არის ადამიანის ასე ვთქვათ აი ზნეობრივი ვალდებულებები პასუხი ზნეობრივად სამყაროზე საკუთარ თავზე ეს გონია აი ელია რო ამბობს მე მხოლოდ ერთი მორჩილება ვიცი სადაც გონება უფალია ანუ ეს იგივე კანტისეული კატეგორიული იმპერატივი არის რომ მოთხრას ქრისტეს იმეორებს ფაქტიურად რომ საკუთარ თავს ესე იგი სხვას მოთხოვე ის რასაც საკუთარ თავს მოთხოვდი
პერიფრაზირებას ვაკეთებ უკაცრავად, რომ აბსოლუტური სიზუსტით ეს ფრაზები არ გადმოეცემა და კაც უფრო ცვლადა ამის ჩამოყალიბებული ეს აზრი შედარებით უფრო ცვლად. დიახ, ალბათო ნანა. დიახ, შეგაწყვეტინებთ უკაცრავად. პოზიტიურ ემოციას. ალბათო ნანა, გესმით ჩემი? დიახ, აი თქვენ აღნიშნეთ, რომ საკუთარი თავისდობა მნიშვნელოვანია, თუმცა როგორ დავძლიოთ ხელი შემშლელი ფაქტორების სხვათა უარყოფითი ემოციების ზეგავლენისგან, როგორ გავთავისუფლდეთ? აი ამაზე მეორე ბლოკში ვისაუბრებთ, სულ რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით ჩვენს მსმენელს, ასე რომ დარჩით ჩვენთან. რადიო იმედის სტილის არხის ეთერშია ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას რადიოთერაპია. დილამშვიდობის კვლავ მოგესალმებით, მე დაგიბრუნდით გაცემა რადიოთერაპიით ნანა ჩაჩუასთან ერთად. დღეს როგორც ყოველთვის აქტუალურ თემაზე ვსაუბრობთ, თუ რა არის ემოცია, რა განსხვავება ემოციასა და სხვა ფსიქიკურ პროცესებს შორის, რა გავლენას ახდენს ჩვენ ცხოვრებაზე დადებითი უარყოფითი ემოცია და გადაცემის პირველ ნაწილში ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობდით, დადებითი ემოციის ზეგავლენაზე ჩვენზე. თუ როგორ შეუძლია ცხოვრება შეცვალოს დადებითმა, თუმცაღა საკუთარი თავის ნდობა მნიშვნელოვანია, ალბათო ნანა, ეს თქვენ აღნიშნეთ, როგორ დავძლიოთ ხელი შემშლელი ფაქტორები, სხვათა უარყოფითი ემოციების ზეგავლენისგან, როგორ გავთავისუფლდეთ. ეს ალბათ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ფაქტია არის, რომ ზეგავლენა ძალიან დიდია უარყოფითის. გისმენთ? დიახ, ნინო, აქ თავარი არის ის, რომ თუ როგორი ფიქრები მოგვეცემა კონკრეტული სიტუაციიდან, ანუ რას გავიფიქრებთ, ეს ფიქრი სხვათა შორის არის მყისიერი, ზოგჯერ ვერც აცნობიერებს ადამიანი და პირდაპირ გადადის ის ემოციაში. პირდაპირ. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ჩვენ როგორ შევხედავთ ამათვე მოვლენას, აი რომ ლაპარაკობდი გონების ძალაზე, გონებაზე, ანუ რამდენად ჩვენ შეგვიძლია რომ ესა თუ ის მოვლენა გონზე რომ ლაპარაკობთ, აი ილიას ფრაზა რომ მოვიშველიათ. აი ნახეთ როგორ არის, ნინო, აი ერთი პატარა მაგალითს მოვიყვან და მიხვდებით თქვენ, აი თქვათ მიდის ადამიანი მანქანი და საჭესთან სის. Ну, ნაწვიმარია გუბეებია და ასე შემდეგ. ხო, გზა არ არის ახლა ისეთი მოასფალტებული გზა. ამ დროს ჩაიარა სწრაფად მის გვერდით, გაასწრო მანქანა მეორე. და აი პირდაპირ წყალი შეესხა უკვე აი ამ წყალს, აი ეს ჩამოწეული ფანჯრიდან შეესხა წყალი. ახლა არის ერთი ასეთი აზრი, უცებ რომ გაიელვებს შინაგანად ამ დამოკიდებულებით, რომ აი სად მინდეს ეს რაღაცა ხდება მის თავს, ანუ ახლა აზრი კი არ გაივლის ასე წინადადებების წყობით, მაგრამ შინაგანად უცებ გაჩნდება აზრი, რომ რაღაცა ჭირს ამ ადამიანს და სადღაც ეჩქარება და აი ესეთი შეხედულება ჩამოგვიყალიბდება რაღაცა ასრე. და რაღაცა აღარ გაგახსიანებს ნეგატიური ემოცია ის რომ შემოგესხა წყალი აღარ არის, იმიტომ რომ ეს თანაგამცდელობა, გრძნობა, ეს აზრი რომ რაღაცა ჭირს ამ ადამიანს, ესეთი რომ ასე ჩქარა მიდის. სხვა ემოციას აღწევს. ანუ პოზიტიურ ემოციას თანაგრძნობის ემოცია. ეს არის თანაგრძნობა. პოზიტიურია, ხო? კი ბატონო. მაგრამ მეორე შემთხვევაში რაც შემომასხა ახლა მე ეს ადამიანთა გიჟია და რაღაც ძალიან ესეთი ნეგატიური და უკვე შეხარ გაღიზიანებული. ანუ ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავს თავად აღიზიანებს, დიახ. რომ აი იმ წუთში ნეგატიურ შეფასებას იწყებ თუ არა, შეხარ ცუდად. იმიტომ რომ შენ შეაღიზრება ეს ნეგატიური ემოცია. მაგრამ მეორე შემთხვევაში როგორც კი თანაგრძნობის განცდა გაგიჩნდება იქეთ, ხო შეხარ უკვე კარგად. ამიტომ ადამიანები რომლებიც პოზიტიური ხედვით უყურებენ მოვლენებს, რას ნიშნავს ეს? ემპათიურობა, ტოლერანტობა, ხო? აი მოვლენების აი ესეთი ნეგატიურ ჭრილში დანახვა კი არა. არამედ პოზიტიურ ჭრილში დანახვა. თქვათ, არა, აი ჩვენ ცხოვრებაში და ყოველდღიურობაში და ყოფითობაში ხო უამრავი ასეთი მაგალითები გვაქვს. უამრავი.
აი ეხლა რომელიც ჩვენ ცხოვრებაში მოხდა, ნუ განვიხილავთ ამას ნურს პოლიტიკურ ჭრილში, ნუ შევხედავთ ამას ნუ რაღაც პოზიციების მხრიდან, შევხედოთ წმინდა ადამიანური მხრიდან. სახარებისეულად შეხედეთ თუნდაც რა. აი ამოვლენას რომ აი დასახლებას რომელსაც აფრიკას უწოდებდნენ, იქ იყო ის მიწები, რომლებიც იყო უკანონოდ დაუფლებული, იქ ააშენეს სახლები, ხელისუფლებელებს რომ გავაფრთხილეთ რომ დემონტაჟი თავად გაეკეთებიათ, თუ არა და ნუ მაშინ როგორც კანონი ითხოვს, ისეთი მოქმედება განხორციელდებოდა. იქ ერთ-ერთი ბიჭუნას სახე ძალიან შეზრწუნებული, მართლა შეწუხებული და შეშინებული, აი ვიზუალი ისეთია, ჩაფრენილი მამაკაც, სავარაუდოდ მამა უნდა იყოს და აღმოჩნდა რომ მამა არის, მე მგონი, და ეს სურათი გავრცელდა ყველგან. და ნუ მედიამ აიტაცა ეს სურათი. ნუ რაღაც ძალიან მძიმე ხდება, იმის იქეთ რა არის ეს და რა არის ეს სხვა თემა და სხვა საკითხი არის. ეხლა როცა ნახე მე ქალაქის მერის ასეთი ნახე რომ დავრუნდი მერიაში შევხედე ნახე ყველაფერი გადაცა საჩუქრად ბინა გადავწყვიტე რომ ამ ოჯახისათვის ბინა მეჩკვებია ჩემი ოჯახის სახელით და ბოლო ფრაზა მინდა ნინო მივაქციო ყურადღება ყველას მე ჩემზე თავად როგორც ფსიქოლოგმა როგორც ფსიქოლოგს ძალიან დიდი რამ გამოიწვია ჩემში პერსონას რომ დაინახა ვისთან გაქვს საქმე ხო და ეს ქალაქის მერი წერს ასეთ რაღაცას რომ აი ეს დღე ჩემთვის დამთავრდა ნუ პოზიტიურად კარგად აღარ მახსოვს სიტყვით როგორ რომ მე ეს გამაკეთებია ამ ამბავმა ნახეთ ნეგატიურმა შეფასებებმა დამოკიდებულებამ თუმცა როცა კანონი უნდა აღსრულდეს ძალიან სასიამოვნო არც ერთი მოსამართლის არასათვის პიროვნულ დონეზე არ არის სასიამოვნო რომ მიუსჯის ვიღაცას აი თავისუფლების აღკვეთას ხო მაგრამ მოსამართლემ კი არ დამსაჯა მე კანონმა კი არ დამსაჯა კანონის უგულებელ ყოფამ დამსაჯა მე თვითონ ეს სხვა დამოკიდებულებაა ხო ეს ძალიან მაღალ რანგში უნდა იყოს შენ თვითონ ახლა რაღაცას ვკითხულობდი კიდე და ესერია რომ ამადა მოსამართლემ რომ მიუსაჯა ამას ამადა ამ წელი მოსამართლემ არ მიუსაჯა არც კანონი გსჯის შენ გსჯის იმ კანონის გაუთვალისწინებლობა შენ თვითონ ხო მაგრამ როგორ დაამთავრა ქალაქის მერმა აი ეს სიტუაცია ამ მომენტმა მე გამაკეთებია რაღაც ისეთი კარგი ამ ადამიანებისთვის რომ ეს დღე ჩემთვის პოზიტიურად მნიშვნელოვნად დამთავრდა. როდესაც შენ თვითონვე შეძლებ იმას, რომ აი იმ ნეგატიურიდან პოზიტიური აიღო და არ განსჯი, სახარებაშია ნუ განიკითხავ და არ განიკითხები, ხო? როდესაც შენ პოზიტიურად აი იმ ნეგატიურიდან როდესაც შენ პოზიტიურ შექმნი შენზეა დამოკიდებული როგორ უყურებ ამას ის კაცი რომელიც ჩქარა მიდიოდა გადამეტებული სიჩქარით სადღაც და კიდევ წყალი შემოგაცხადა აი გაიფიქრე ვაიმე რა ჭირს ნეტავი ღმერთო მშვიდობიანად ჩაიყვანე როგორ მიდის შენ ხდის ეს კარგად მაგრამ რა გააკეთა ამან ეს რაღაცა ცუდი სიტყვები ქალბატონ ნანა დიახ ქალბატონ ნანა გესმით ჩემი დიახ ქალბატონ ნანა გესმით დიახ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და უნდა შევაჯამოთ გადაცემა ნუ ფაქტია რომ დღევანდელი რეალობა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში მთელ სამყაროში ისეთია რომ სამწუხაროდ უარყოფითი სჭარბობს დადებიც ხო ანუ ნეგატივის სჭარბობს პოზიტივს და მაინც რა უნდა გავაკეთოთ ადამიანებმა ის რომ თუნდაც საკუთარი თავის კარგად ყოფნისთვის მოდით პირდაპირ ასე ვთქვათ რომ შევატრიალოთ ეს ყველაფერი და მეტი დადებითი იყოს მეტი პოზიტივი და ნაკლები ნეგატივი ეს ხო ჩვენზეა დამოკიდებული კი კიდე აი ახლა შევაჯამოთ დიახ ფაქტი
ეს ფაქტი იწვევს ჩემში გარკვეულ აზრებს. ეს აზრი ქმნის ჩემს ემოციას, ემოცია ქმნის ქცევას. აი ეხლა ნახეთ, აიღეთ თქვენ. ეს იგი რაზეა დამოკიდებული? ფაქტზე? გარი არსებულ მოვლენაზე? იქეთ არსებულ მოვლენაზე? აი ეს მანქანა რომ მიდიოდა ძალიან მაღალი სიჩქარე, დიდი სიჩქარე და შეომას ყამაზია დამოკიდებული. თუ მე რა ვიფიქრე? თუ მე რა აზრი გამეჩნდა ამასთან, რომელიც მყისიერია და შეიძლება ასე ფორმულირება აზრებით კი არ ყალიბდება, არამედ გაგიელვებს თავში. ანუ ჩემზეა დამოკიდებული. ამას როგორ დავინახავ? ქვას რო გესრია ნინო, ჩათვალე რომ აი ეს ქვა ხელიდან არ უნდა გაუშვა. ეს ქვა უნდა გამოიყენო იმისათვის, რომ სადღაც რაღაცა დადო, ააშენო, ასაშენებლად გამოიყენო ეს. სახარისების სიტყვებით ვლაპარაკობ, ეხლა უბრალოდ ციტირებას არ ვაკეთებ. ეს არის ის, რომ შენ ამაში რას დაინახავ ადამიანები რომლებიც დაუშვათ აშენებენ ბაღი არის თუ რაც არის რაღაცას აკეთებენ და იქ რაღაცა უნდა დარგო და ხე უნდა ჩარგო და რა არის ეს რა მიწას ჩიჩქნის რა მოთხარა რა თუნდა ეხლა შეკარგად ხარ მაშინ მაგრამ აი მე რის ხეს ალბათ ხე უნდა დარგოს ხო მე რა არის ეს ანუ ეს შენზეა დამოკიდებული შენს ფიქრებზეა დამოკიდებული რას დაინახავ ამ მოვლენაში ვაჟებშაველან სიკვდილში დაინახა სიცოცხლე ღმერთმა გიშველო სიკვდილო სიცოცხლე შველოს შენ ქალბატონ ნანა და ვაჟას ამ ფრაზით უნდა დავასრულოთ გადაცემა დიახ ქალბატონ ნანა ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის და ჩვენ ამ თემაზე კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებთ მადლობა გისურვებთ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ დადებით ემოციებს ჯანმრთელობას წარმატებებს დავინახოთ პრობლემა ვიზრუნოთ მის მოგვარებაზე გავათავისუფლოთ უარყოფითი ემოციებისგან საკუთარი თავი შევამციროთ შფოთვა შევიმსუბუქოთ დეპრესია მეტი დადებითი ემოცია და არ დაგვავიწყდეს როგორც ქალბატონმა ნანამ გითხრა ჩვენს ფიქრებზე ბევრია დამოკიდებული ეთერში იყო გადაცემა რადიოთერაპია ნანა ჩაჩუასთან ერთად ყველას გისურვებ დადებით ემოციას მეტ პოზიტივს როგორ მოვიციოთ ჩვენი თავი, როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენში ის ძალები, რომლებიც ცხოვრებისეულ გამოწვევებთან მიმართებაში გაგვხდის კონსტრუქციულს და წარმატებულს, აი ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრებთ. რადიო იმედის სტილის არხის ეთერშია ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას რადიოთერაპია.